დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სოხუმის აეროპორტში რუსული ფრენების უკანონობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს და უწყებას ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისას ბოდიშის მოხდის შესახებ განცხადებას ახსენებს. ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებით საქართველოს პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებების ფონზე აფხაზეთი პრაგმატული ურთიერთქმედების ზრდა ასწელოდა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს უარი თქოს კონფრონტაციულ რიტორიკაზე, გააფორმოს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის არ გამოყენების შესახებ და კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყოს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ BMG-ს განუცხადა, რომ ოკუპირებული სოხუმის ეგრეთ წოდებული აეროპორტის ამოქმედება უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენაში ასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს დაარღვევს. მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ერთ-ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ 7 თებერვალს განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების დაწყება 1 მაისიდან იგეგმება.